მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამას კლუბი გვამსტობენ მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დღეს კიდევ ერთხელ ჩვენ შევხვდით ერთმანეთს და კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ უკვე იმ ტენდენციებზე რომელიც მოსაოდნელი იქნება უახლოესი პერიოდის ასტროლოგიური პროგნოზის კუთხით. ანუ რა ზღვიქადიან ვარსკვლავები, რა ტენდენციებია ცის კაბადონზე, რაზე გავლენას ახდენს ეს ბიოლოგიურ ორგანიზმებზე, მათ შორის ადამიანებზე, აი ამის ირგვლივ გვექნება სწორედ დღეს საუბარი და საუბარი ეს უკვე შეგახსენებთ 6-12 ოქტომბრის შუალედზე. ანუ პირველ რიგში დედამიწა უარყოფით ენერგოველში. ამას მიაქცევთ ყურადღება. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ უარყოფით ენერგოველი ქმნის დისჰარმონიას ჩვენს ირგვლივ, იმიტომ რომ მოდის სამყაროდან, კოსმოსიდან უარყოფითი დისჰარმონიული ენერგიები, რასაც ხელს უწყობს სატურნის და ნეპტუნის ორი მძიმე პლანეტის შეერთება ენერგიების. ამას ხელს უწყობს ასევე პლანეტა მარსის და ასევე შავი მთვარის ორი მძიმე და ურთულესი ენერგიების მქონე პლანეტების და ზეგავლენა. ისინი იმყოფებიან მორიელის ფრეად აგრესიულ ზოდიაქოს ნიშანში, რაც დამატებით ზეგავლენას ახდენს თვითონ ჩვენთაგანზე. თუმცა სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს ესეთი ძალიან პატარა საინტერესო სამკუთხედი ცის კაბადონზე, რომელიც ძალიან იშვიათად ჩანს საერთოდ და იშვიათად გვხდება. ეს არის პლანეტების, დიდი პლანეტების, შორეული პლანეტების, ურანის, ნეპტუნის და პლუტონის ერთმანეთსადმი კეთილგანწყობა. ანუ ისინი ქმნიან პატარა სამკუთხედს ჰარმონიულს, რაც კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რადგან ეს პლანეტები ძალიან ნელამოძრავი არიან. ესეთი მოვლენა, რომ ისინი ასეთ ჰარმონიას ქმნიან ერთმანეთთან, ძალიან იშვიათად ხდება. ამიტომ ამას თავისი დადებითი აქვს, მაგრამ უარყოფითი კიდევ არის ის, რომ ჩვენ გვექნება შვიდში სამშაბათს სავსე მთვარეობა. ვერძის ზოდიაქოს და სასწორი ზოდიაქოს ზოდიაკურ ღერძზე მზე და მთვარე უპირისპირდებიან ერთმანეთს, რაც დამატებითი დაძაბულობის ფაქტორი იქნება. ეხლა, ესე იგი აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება, რომ დაძაბულობა მატულობს. ეს ქმნის მეტ კონფლიქტებს, ეს ქმნის მეტ ტრაუმულ ტენდენციებს, ეს ქმნის რასაკვირველია გაუგებრობებს, რთულდება როგორც იდეების რეალიზაცია, რთულდება ასე ურთიერთგაგება ადამიანებს შორის, ამიტომ მათ შორის კონფლიქტების და სხვა ნეგატიური გამოვლენების ტენდენცია აქედან გამომდინარე მატულობს. მაგრამ აი ეს სამკუთხედი, რომელიც მე აღვნიშნე ურანს, ნეპტუნსა და პლუტონს შორის ცის კაბადონზე, აი ეს გვაძლევს სხვათა შორის ძალიან საინტერესო ზოგიერთი რეფორმატორული იდეის ჩამოყალიბების, შეიძლება რწმენის გამტკიცების, შეიძლება მაგალითად უფრო ინტუიციის გაღრმავების და ამაზე დაყრდნობის სწორად მოქმედების ტენდენციებს და რაც თორია, აი ეს დაძაბულობას თავისი კიდევ პლუსი აქვს. აი ახლა შეიძლება გაიკვირდეთ, რომ დაძაბულობას რა პლუსი უნდა გქონდეს. აი მე ესეთ რაღაცას გეტყვით, რომ უფრო გასაგები შეიძლება გახდეს ეს ჩემი ფრაზა. იმიტომ ზოგადად დაძაბულობა რას ყველა ცუდია, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ აი ზოგჯერ მოდის ადამიანი ჩემთან პირად ასტროლოგიურ რუკას უყურებთ, ვადგენთ მისას და რას ხედავთ? ხედავთ, რომ მაგალითად პლანეტები ისე განლაგდნენ დაავადების მომენტში, რომ ერთმანეთთან ქონიან ძირითადად ძალიან ჰარმონიულ სასიკეთო ურთიერთობებს. ანუ ეს თქვა მინდა, რომ პლანეტებს შორის უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ მათი განლაგებიდან გამომდინარე კარგ, ასე ვთქვათ, ჩვენ ხაზებს ვავლევთ ასტროლოგიაში და თუ ჩვენ გვაქვს 120 გრადუსიანი დამოკიდებულება პლანეტის შორის ან 60 გრადუსიანი, ეს ჰარმონიული ურთიერთობა პლანეტებს შორის, რაც კარგად მოქმედებს ადამიანზე და აძლევს მას ნიჭს, უნარ შესაძლებლობებს და გონება-מחვილობას და შემდგომ. მაგრამ არის პლანეტებს შორის დაძაბულობაც, როცა დავუშვათ 90 გრადუსი ან 180 გრადუსი შტება პლანეტების ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და ეს დაძაბულობა რა შეუძლია ადამიანს ძაბავს. მაგრამ ეხლა მოდით ნახეთ როგორ საინტერესო მომენტი ჩდება. მოდის ადამიანი და მას შეიძლება 1-2 აქვს ხაზი შავი, ანუ დაძაბული. დანარჩენი ყველა კარგი. ერთი დავუშვათ 14-15 ხაზი აქვს სულ კარგები. აი ახლა ერთის ხრივ შეიძლება ხო ვიფიქროთ, რომ რა კარგი პიროვნება, რა კარგი ადამიანი, მინდა გითხრათ, რომ მართლაც ესეთი იქნება. არის ესეთი კიდეც, მაგრამ პრობლემურია. რატო და ახლა გიხსნით. იმიტომ რომ ეს არის უნიჭიერესი ადამიანი, რომელსაც ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ არაფრის მაქნეს. ხო გინახავთ ესეთი. აი ეს მოვლენაა ზუსტად. რატო? იმიტომ რომ არ ყოფნის დაძაბულობა, დაძაბული ხაზები პლანეტებს შორის დამოკიდებულება. რატო? იმიტომ და მოსულა ესეთი ადამიანიც, რომელსაც მაგალითად დაძაბული აქვს ძირითადად და 1-2 დაუშვათ ჰარმონია აქვს პლანეტებს შორის. დანარჩენი სულ დაძაბულია. ესეთი ადამიანი თვითონაც ძალიან დაძაბულია, სხვებსაც ძალიან ძაბავს და ხშირად შარიანია, ესე უწოდებთ მას, ხო? მაგრამ აი როცა ჩვენ გვაქვს დაახლოებით თანაბარი რაოდენობა, ჰარმონიული და დისჰარმონიული აი ამ ხაზებისა და პლანეტარული ურთიერთდამოკიდებულების ეს არის იდეალური.
რატო? იმიტომ რომ ყოველთვის ვეუბნები ადამიანს უნდა კონდეს აუცილებლად შინაგანი დაძაბულობა, რატო მაშინ ის ვერ ისვენებს. ის იძულებულია ისწავლოს, იძულებულია იშრომოს, იძულებულია რაღაცა გააკეთოს, ზოგჯერ საკუთარ რაღაცა უარყოფით სურვილებსაც გადააბიჯოს, რომ აი ეს პოზიტიური ენერგია გარდაქმნას საქმეში, გარდაქმნას თავისი ნიჭის დონარის გამოვლენაში. ამიტომ ხშირად ჩვენ ხვდებით ამ მომენტს, რომ აუცილებელია გარკვეული დაძაბულობა, რომ ადამიანმა პოზიტიურს მისცეს თავის პოზიტიურ შესაძლებლობებს რეალიზაციის საშუალება. ამიტომ ეხლაც მოდით ესე შევხედოთ ამ მომენტს, მარტო იმ კუთხიდან შევხედავთ, რომ ეს ნეგატიური ტენდენციებია და უნდა გაუფრთხილდეთ, რას უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთსაც, საკუთარ ჯანმრთელობასაც, მეტი სიფრთხილე გმართებს რასაკვირველია ემოციური კონტროლი, საკუთარი მოქმედებების, სიტყვების მიმართ, იმიტომ რომ კონფლიქტების ალბათობა, დაძაბულობის, ურთიერთშელაპარაკების და სხვა უსიამოვნებების ტენდენცია უდაოდ არის ყველგან. ეს რო ეხება როგორც გარე პოლიტიკას, ასევე შეეხება ოჯახურ სიტუაციებს და ამავდროულად. ეს ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ თუ ჩვენ ამავდროულად შევძლებთ აი ამ დაძაბულობის სასიკეთოდ გარდაქმნას, ეს თითოეულთან გასეხება, რას გულისხმობ? მაგალითად, ამ პერიოდში სწავლისთვის დაეთმობა სწავლა სათანადო დრო ენერგია. რაღაცა შეიძლება აი გასაკეთებელი ქონდათ ან კარგა მოგდიოთ. აი ახლა შეუძახეთ საკუთარ თავს. აი ეს დაძაბული ენერგია, რომელიც უკმაყოფილებას იწვევს, გადაიყვანეთ არა კამათში, არა დაუშვათ ურთიერთდაპირისპირებაში, არავედ საქმეში. გინდათ არ გინდათ შოუპოვრად ეცადეთ, რომ აი საქმე ან დაიწყოთ, ან მიიყვანოთ ბოლომდე, ან გააგრძელოთ, ან შეიძლება ახალი დაიწყოთ. აი ამ თვალსაზრისით დაძაბულობა კარგია. თუ თქვენ ამ დაძაბულობას გადაიყვანთ ვიმეორებ საქმიან სფეროში, იქნება გაცილებით უკეთესი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქმიან სფეროშიც კონფლიქტი შეგნათ. თავისთავად. ხო, ამის გარეშე, აი წმინდა შემოქმედებითი კუთხითაც იმუშავეთ. ძალიან კარგი იქნება. მაგრამ თუ ეს არ გააკეთეთ, იმას უკულე ცოტა სიფრთხილე გმართებთ, იმიტომ რომ მაინც დაძაბულობა საკმაოდ მაღალი ამ პერიოდში. და ამას მიაქციოთ ყურებელს. ხო, ჩვენ ახლა რადგან ჩვენ ეს ვახსენეთ, პირადი ჰოროსკოპი და ეს ასპექტების სისტემა, პლანეტების შორის დამოკიდებულება, მოდი ესეც ავნიშნოთ, რომ ვისაც ესე იგი სურს პირადი ჰოროსკოპის შედგენა, ჩემგარგებო, შეგვეხმიანეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 599 91 52 38. მეორე 599 91 52 38. შევადგინოთ პირადი თქვენი ჰოროსკოპი, ვნახოთ რა ყავს მეორე მისია გაქვთ, რა გზით უნდა მივიდიოდეთ, რატო არ მიდიხართ, თუ არ მიდიხართ, რა გიშლით ხელს, როგორ გამოვასწოროთ და ასე შემდგომ და დავსახოთ ეს გზები, რომლითაც თქვენ წახვალთ უფრო სწორი ევოლუციური გზით წინსვლისა და წარმატებისა. ეხლა უკვე მოდით დავუბრუნდეთ დღევანდელ კვირას. ესე იგი, უბრალოდ ხვალიდან დაწყებულ კვირას 6-12 ოქტომბრის შუალედზეა საუბარი, როგორ იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშანთათვის. ამ ასე ვთქვათ, შესავლის შემდგომ უკვე ჩვენ კონკრეტულ ნიშნებზე გადავალთ. თუმცა აქ აღნიშნოთ, რომ აი ვერძისთვის მაგალითად ჯანმრთელობის კუთხით პერიოდი უპრობლემოა. პირიქით, ჯანი მას ემატება, ენერგია ემატება, შემდეგ კვირასაც იქნება აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, კი ბატონო, ორგანიზატორული ნიჭი გადასწარევი. ამ ხრივ პრობლემა ვერძებო თქვენ არ გაქვთ, მაგრამ ისევ და ისევ წყალქვეშა დინებები, რომელიც იქნება ამ უარყოფით ენერგოველიდან, ითხოვენ ყურადღებას, იმიტომ რომ აქ შეიძლება ამას მოყვეს გართულება პარტნიორებთან, როგორც ბიზნეს საქმიან, ასევე სასწავლო პარტნიორებთან, რაც შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში კონფლიქტში გადავიდეს და რის შედეგად ძალიან გართულებული იქნება შემდგომი მაგალითად თანამშრომლობა, მათ შორის საქმიან პარტნიორებთანაც კი ყოველ მხარეს რაღაცის დათმობა მოუწევს, თუ გინდათ რომ ეს ურთიერთობები შენარჩუნდეს. ამასთან ერთად მოიტანხმოთ, რომ აი კარგია ეს პერიოდი რისთვის შემოქმედებითი მუშაობისთვის, აი თუ თქვენ ხართ შემოქმედებაში, აი მხრივ გეძლევათ საშუალება, რომ კარგად წარმოაჩინოთ ეს მონაცემები, თუმცა ფინანსურ დანაკარგებსაც შეიძლება ადგილი გქონდეს. ეს გაითვალისწინეთ. თქვენ მაგალითად აქ უფრო პრეტენზიული ხდებით პარტნიორთა მიმართ და თვლით, რომ აი ეს პარტნიორული კოლეგიალური ურთიერთობა ან თანამშრომლობა არ გვაძლევს სათანადო შედეგს, აი მან შეიძლება გამოიწვიოს ასევე გარკვეული დაპირისპირება და პრობლემები. ამიტომ მოვერიდოთ მოდით ამ პერიოდში ზედმეტ მოლაპარაკებებს, ხელშეკრულებების დადებას და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, იმიტომ რომ მათი უმრავლესობა არ იმუშავებს, ან არ წავა ისე, როგორც თქვენ ეს გსურთ. და ამ
ამხრივ ვიყოთ ცოტა ყურადღებით. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებებს, აქ პირიქით ენერგოტონუსის ნელ-ნელა ეცემა, ჯანმრთელობა ნაკლებად გრადია, ფსიქოემოციური არასტაბილურობა მეტად იჩენს თავს, ამიტომ ამხრივ ვიყოთ ცოტა ყურადღებით, არავითარ კამათში არ შეხვიდეთ, არავითარ პროვოკაციებს არ აყვეთ და შემდგომ თან ძალიან ბევრი გასაკეთებელი საქმე გექნებათ, რაც ისედაც ძალიან ბევრ დროს და ენერგიას წაიღებს. და ასე აუშვათ ისიც, რომ ესე ჯანმრთელობას პირველ რიგში ყურადღება და აქაც თქვენც იგივე გაქვთ პრობლემა რაც ვერც, ანუ გინდ ბიზნეს, გინდ სასკვარულო პარტნიორებთან შეიძლება შეექმნას დაძაბულობა და იყავით მაქსიმალურად დიპლომატიური და ტაქტიანი, რათა თქვენი სიხისტი და სიჯუტით არ შექმნათ მერე პრობლემები. და აუშვათ ისიც, რომ აქ ეს ის პერიოდია, რომ მსვლელობისას ფინანსურ კაპიტალურ დაბანდებებს მაქსიმალურად მოერდეთ. სხვა შორის შვილებს შეიძლება შეექმნათ გარკვეული პრობლემები, საყოფაცხოვრებო პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას, რაც ასევე იქნება ფინანსურ ხარჯთანაც კი დაკავშირებული, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ საღი სტაბილური სასკვარულო ურთიერთობა, ეს გინდათ რომანტიკული კავშირი იყოს, გინდათ უკვე არსებული საოჯახო სასკვარულო ურთიერთობა, მაშინ აი ეს ის სფეროა, რომელსაც უნდა დაერქვათ მაქსიმალურად. აი აქ თუ ამ სფეროში გაქვთ სტაბილურობა და ჰარმონია, აი სწორედ აი ამ ნიადაგზე შეძლებს სტაბილურობის ყველაზე მეტად მოპოვებას. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებებს, მოითხოვოთ, რომ ენერგოტონუსს თქვენ არ უჩივით, ეს ნიშანი საკმაოდ კომუნიკაბილური, აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, საკმაოდ გონებამახვილია, გენერირება აქვს საინტერესო იდეების, ანუ დინამიური პერიოდია, ოღონდ შვიდს მას ნამდვილად ვერ უწოდებთ. იმიტომ რომ ზოგიერთი გეგმა შეიძლება აბსოლუტურად ისე არ წავიდეს, როგორც თქვენ ეს გსურთ. ამისთვისაც უნდა იყოთ მზად. ამასთან ერთად ზოგიერთ თქვენი მოქმედება გულოცვებას გამოიწვევს ირგვლივ ადამიანებში. სასიყვარულო შეიძლება პრობლემა ეჩინონ თავი, შვილებთან შეიძლება გარკვეულწილად ასევე დაიძაბოს ურთიერთობა, შემოქმედებითი კუთხით რაღაცა ისე შეიძლება არ წავიდეს, როგორც თქვენ ეს გსურთ. და ამ ტენდენციებისთვისაც იყავით მზად და გაითვალისწინოთ, რომ სახლშიც შეიძლება მაგათ ესეთი რაღაცა მოხდეს, აი რაღაცა დაუშვათ გაფუჭდეს რაღაცა ან აპარატი ან რაღაც ამდაგვარი. შეიძლება ეხლა ეს იყოს ელექტროტექნიკა და ასე შემდგომ და მზად უნდა იყოთ, რომ აქაც შეიძლება მოგიხდეთ გარკვეული ფინანსური ხარჯვის გაღება. და უფრო მეტიც შეიძლება ახლობლებს შეექმნას პრობლემები, რაც ასევე თქვენი მხრიდან იქნება აუცილებელი, რომ დაეხმაროთ მათ შორის ფინანსურად, მათ შორის დაუშვათ საქმე და ასე შემდგომ, ამიტომ რეალურად საკუთარი საქმისთვის შეიძლება უბრალოდ ვერც მოიცალოთ. თუმცა ესეც მოდი აუშვათ ისიც, რომ თუ გაქვთ უკვე ჩამოყალიბებული და ადრეც იყო ჩამოყალიბებული რაღაც ბიზნეს გეგმა, რომელიც ელოდებოდა დაუშვათ თავის განვითარებას, აი ამ კუთხით შეიძლება ზოგიერთი ბიზნეს გეგმა განვითარდეს და სხვა შორის რის მე ვეუშვებით, აი საერთოდ რო არ ელოდებით, ანუ მოულოდნელობების ფაქტორი ძალიან მაღალია ამ ნიშანს. აი მაგალითად თქვენ შეიძლება გაიცანით ადამიანი თავის დროზე და რაღაც კარგი სასარგებლო კავშირები გაქვთ. აი ეს კავშირები ზუსტად ეხლა გამოჩნდებიან და მათი მეშვეობით უკვე შესაძლებელი იქნება მათ შორის ამ კავშირების მეშვეობით თქვენი ბიზნეს გეგმების განხორციელება. ანუ აქვს ამ პერიოდს კარგი აქვს ნეგატიური ტენდენციებიც. რაც შეეხება კირჩხიბებო, ეს ის პერიოდი, რომლის ველობისას მაგალითად მეგობრებთან კონტაქტი, ახლობლებთან კონტაქტი, დაუშვათ არახანძლივი მოგზაურობა იქნება ძალიან კარგი. აი ეს ხელს უწყობს თქვენს წინსვლას განვითარებას, მაგრამ რაც შეეხება საქმიან და შემოქმედებით კუთხით, თქვენს მოქმედებებს აქ სირთულეები გექნებათ მეტი, იმიტომ რომ კრიტიკოსებიც გეყოლებათ გაცილებით მეტი და თქვენც არავის აებს არ დაუთმობთ. თქვენი გამოთქმებიც იქნება ძალიან სარკასტული, თქვენი ასე ვთქვათ პრეტენზიული ტონით, რაც არასკვლელია გამოიწვევს საფოსკო რეაქციებს. ამიტომ ამ ხრივ იყოთ ცოტა ყურადღებით, მოდით და ნუ შეხვალთ რაიმე სახის კონფლიქტებში და ნუ გააღიზიანებთ მათ შორის ირგვლივ ადამიანებზე. თუმცა მათი მხრიდანაც თქვენი გააღიზიანების ფაქტორი იქნება. აქვე აღვნიშნოთ ისიც, რომ ეს ის პერიოდია, რომ მსვლელობისას აქაც შეიძლება საყოფაცხოვრებო პრობლემებმა იჩინონ თავი. დაუშვათ გაფუჭდეს იქ ელექტროტექნიკა, სანტექნიკა რაღაც ამდაგვარი და აქაც ამას შეიძლება დაჭირდეს ასევე თქვენი ძალისხმევა, ფინანსური მათ შორის და კიდევ ნაცევებთან ურთიერთობა. ძალიან ყურადღება, იმიტომ თუ აქ ნაცევებისგან არის მხარდაჭერა, რაც თქვენ გჭირდებათ, ნუ ეს ურთიერთობა ძალიან ხელშეუწყობს თქვენს სტაბილურობას, მაგრამ თუ აქ რაღაც საკითხთან დაკავშირებით დაგეძაბათ ურთიერთობა ახლობლებთან, ნაცევებთან,
ეს კიდევ უფრო მეტად ნეგატიურ დახს დაასვას თქვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობას სწორედ ამ პერიოდში. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნავადელებს, ერგოტონუს თქვენ არ უჩივით, ჯანმრთელობა მდგრადია, გემატება ჯანი, ენერგია, ლომი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, ნამდვილი ლიდერია, ხელმძღვანელია, კარგი ორგანიზატორია, კი ბატონო, ეს ყველაფერი შეგიძლიათ წარმოაჩინოთ, მაგრამ აი სად არის წყალქვეშა დინება ამ ნეგატიურ ენერგოველთან დაკავშირებით ამ პერიოდში. ფინანსურმა სირთულეებმა შეიძლება ეჩინონ თავი. ერთი. მეორე, ცოტა შეიძლება დაეძაბოს ურთიერთობა ახლობლებთან, ნაცსაებთან, მათ შორის იგივე დაუშვათ მეგობრებთან. სწავლის კუთხით შეიძლება გარკვეულმა სირთულეებმა ასევე ეჩინონ თავი. აქ ძალიან გირთულდებათ სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნება, ამიტომ ეს კოლექტიურ საქმიანობის დროს. იმიტომ რომ ყველა ცდილობს რომ თავისკენ გადაიწიოს, რო იტყვიან თავისი საბანი. და ამასთან ერთად საერთო საბანი შეიძლება ესე ითქვას. ასევე აუშვათ რომ სხვადასხვა სახის, ასე ვთქვათ, ხარჯს, მათ შორის ახლა ინვესტიციებს და შემდგომ მოერიდეთ. ან თუ მაინდა-მაინც ზედმიწევნით კარგად გადახედათ ყველა პერსპექტივებს, აი კაპიტალდაბადების და ინვესტიციების კუთხით, რო აქ რაიმე სახის შეცდომები არ დაუშვათ. ეს პერიოდი უკეთესია ინდივიდუალური საქმიანობისთვის მეტად ვიდრე კოლექტიური ძალისხმევისთვის, თუმცა მაგათ შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. კი ბატონო, მაგრამ ეს ინფორმაცია მას ესე ადვილად არ ენდოთ, იმიტომ რომ ფეიკების, მოტყუების ალბათობა, ან არასწორი ინფორმაციის მიღების ალბათობა გაქვთ მაღალი. ეს რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად გადაამოწმეთ, რომ რაიმე სახის შეცდომა არ დაუშვათ. ასევე თუ დაუშვათ, ხელი უნდა მოაწეროთ რამე ხელშეკრულება, საბუთს აქაც არ დაგეზაროთ. რაკაც შეიძლება რაღაცა იყოს გაეპაროს დაუშვათ შემდგენელს რაღაცა პუნქტი, რამაც მე შეიძლება მე ნეგატიური დაღი დაასვას ამ ხელშეკრულებას და ამ ხრივ ვიყოთ ცოტა ყურადღებით. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნავადელებს, მოიტანხმოთ, რომ ეს ის პერიოდია, რომლის ველობისას შეიძლება ცვლილებები წარმოიქმნას პროფესიონალურ გეგმებში. თქვენს სახალ პროექტებში. მაგ შეიძლება მათ დაჭირდეთ კორექტირება, ან საერთოდ შეცვლა და ასე შემდგომ. აქ აღნიშნოთ, რომ აქ თქვენთვის პირიქით ლომისგან განსხვავებით, თქვენ უფრო კოლექტიურ ძალისხმევას უნდა ენდოთ, ეს უფრო წარმატებულია თქვენთვის, ვიდრე ინდივიდუალური შემოქმედება. იმიტომ პარტნიორთა, კოლეგების მხარდაჭერა აქ თქვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და სხვა შორის დროული. მაგრამ აი სასიყვარულო ურთიერთობებში სირთულეების ტენდენცია მაღალია. და აქედან გამომდინარე, აუშვათ, რომ თქვენ უფრო პრეტენზიული ხდებით, უფრო მომთხოვნი მათ მიმართ, უფრო კრიტიკულები, ყველა წრომანებზე ჩაძიებით, რაც ყველა პარტნიორთან სიტუაციას დაძაბავთ. ამიტომ აქ ცოტა მეტი თავდაჭერა დიპლომატია გმართებთ. მაგრამ სამაგეროთ ადრეული საქმეებიდან შეიძლება აქ მიიღოთ მატერიალური დივიდენდები, რაც სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. აი ამ ხრივ ამ პერიოდს უდავთ აქ სასიკეთო შესაძლებლობები. თუმცა ფინანსურ ხარჯს მაინც ამ კვირაში მოვერიდოთ. რაც შეეხება სასწორს, სასწორი მთავარი ფაქტორია ახლა სასწორი, იმიტომ რომ ზე გადის სასწორი ზოდიაქოს ნიშანს, ამიტომ ერგოტონუსი ამ ნიშნისა მატულობს ყოველდღე, ანუ ჯანმრთელობა უმჯობესდება, ფსიქოემოციური სტაბილურობა უფრო მაღალია, წარმატების ფაქტორიც უფრო მაღალია, აქ შეგიძლიათ უფრო კარგად წარმოაჩინოთ თქვენი ნიჭი, უნარი, შესაძლებლობები გამოიყენოთ და უშუალოდ ისიც რომ ამ პერიოდში ასევე წყალქვეშა დინებებსაც ექნება ადგილი. მაგალითად რა, ურთიერთგაგების შემცირება თქვენსა და ეროვნულ ადამიანებს შორის მოსაუდნელია. ასევე პარტნიორთან მხრიდან, ხელმძღვანელთან მხრიდან ისინი ეცდებიან, რომ გარკვეულწილად შეავიწროვონ თქვენი თავისუფლება ამ პერიოდში და ესეთი საკმაოდ მძაფრი კონკურენციის პირობებში შეიძლება აღმოჩნდეთ. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დამოკიდებული გახდეთ ირგვლივ ადამიანებზე, ამიტომ ზოგიერთ გეგმებზე შეიძლება უარი თქვათ ან რადიკალურად შეცვალოთ, მაგრამ ეს წყალქვეშა დინებები, მაგრამ ის რომ თქვენ გაძლევათ საშუალება იმისა, რომ ინიციატივა გამოავნოთ, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღოთ და სადაც საჭიროა კარგი ლიდერული ორგანიზატორული თვისებები წარმოაჩინოთ, ეს უდავოა. ამიტომ რაც ნაკლებად შეუშინდებით სირთულეებს და მედგარ ხასიათს გამოავლენთ, მეტად იქნებით ამ კვირის განმავლობაში წარმატებული. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნავადელებს, აი ვისჭირდება ახლა მაქსიმალური სიფრთხილე. მორიელებო, ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი პერიოდი გაქვს წლის განმავლობაში. მარტო ის კმარა, რომ ომის მმართველი და აგრესიის მმართველი პლანეტა მარსი და მეცხრე მოციქული სატანისა ლილითი ეხლა ორივე იმყოფება თქვენ ზოდიაქოს ნიშანში და ეს უკვე საკმარისია, რომ პრობლემები შექმნან. ამის გარდა კიდევ ამას ემატება უარყოფითი ენერგოველი დედამიწისა და ის რომ თქვენ შეხვედით ეხლა ყველაზე რთულ პერიოდში, რომელსაც ქვია წლის განმავლობაში დაბადების წინა პერიოდი. ანუ როცა მზე გადის სასწორი ზოდიაქოს ნიშანს, ეს არის მორიელისთვის დაბადების წინა პერიოდი, ანუ ერთ-ერთი ურთულესი, იმიტომ რომ აქ იმუნიტეტი გაქვთ ყველაზე დაბალი.
ავტომატურად შეიძლება გაცივდეთ. ისე რომ აი სხვა დროს გაგიკვირდებათ, რომ სხვა დროს გაცო არაფერი ისეთი, როგორც სხვა დროს ცხოვრობდი, ისე ცხოვრობ ახლა, მაგრამ სხვა დროს არ ცივდებით, ახლა უცებ გაცივდით. რა მოხდა? ინფექციური დაავადებების ალბათობაც მაღალი გაქვთ, რატო? იმიტომ რომ იმუნიტეტია დაცემული. და აქედან გამომდინარე შეიძლება ორგანიზმს გაუჭირდეს. ამის გარეს ეგ ჯანმრთელობას პირობებში ყურადღება, შემდგომ გაითვალისწინეთ, რომ აქ ფარული მტრეები, ჭორები, ინტრიგები, მოშურნეები, ეს ყველაფერი თქვენ საწინააღმდეგოდ აქტიურდება. ამიტომ ზედმეტს ვილაპარაკებთ, საიდუმლო დაიცავით, წინ და წინ ურაფერს გათქვავთ და აქვე აღნიშნოთ ისიც, რომ აქ უმდობლობა თქვენი მხრიდან, ეჭვიანობა სხვების მიმართ და სხვების მხრიდან თქვენდამი პიკს აღწევს, ძალიან მაღალია. ამიტომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ხშირად კამათი, შეცდომების დაშვების ტენდენცია, მეტად თუ იჩქარებთ, შეცდომებს ადვილად დაუშვებთ ამ პერიოდში. ამიტომ ამ პერიოდში ცოტა მეტად დაასვენეთ თავი, ან ძველი საქმე დაასრულეთ, ან ყოდური საქმეებით შემოიფარგლეთ, ან იმოგზაურეთ, მათ შორის წმინდა ადგილებში. სხვა შორის ძალიან სერიოზულ სულიერ ტრანსფორმაციას მოახდენს ეს მოგზაურობა თქვენზე. და რაც შეეხება ამ შილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს, პირობებში მოიტანხმოთ, რომ ეს პერიოდი ერთის მხრივ კარგია, მეორეს მხრივ რთულია. კარგია იმ მხრივ, რომ ენერგოტონუსი მაღალია. ანუ ყოველდღე იგრძნობთ, რომ ჯანი ენერგია გემატებათ, ფსიქოემოციურად უფრო ძლიერი ხართ, აქ ინტუიცია ძლიერდება, რომელიც გეხმარება სწორი ნაბიჯების გადადგმაში და ამ მხრივ უდაოდ კარგია, მაგრამ აქ გარკვეული სიფრთხილეც არის საჭირო. რატო? იმიტომ რომ აქ გეგმების რეალიზაცია შეიძლება სირთულეები შეიქმნას. და ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ კარგია იმ მხრივ ეს პერიოდი, აქ შეიძლება საკუთარი მაგალითად სამუშაო ჯგუფი, გუნდი შექმნათ. ამას თავისი დადებით, მაგრამ მაინც გრძნობთ, რომ ირგვლივ რაღაც სიტუაცია მაინც დაძაბულია. და ამიტომ გეგმების ასე ვთქვათ რეალიზაციაც რთულდება. და ეს ცვლილებები, რომელიც საზოგადოებაში ხდება, ასევე ნეგატიურ დახს ასვავს სწორედ თქვენს გეგმებს და შესაძლებლობებს. ამიტომ მოგიხდება ზოგიერთ გეგმაში კორექტივების შეტანა, ამითვისაც იყავით მზად და აქვე აღნიშნოთ, რომ კონკურენტებს არ გძინავთ, მოშორნეები ძალიან აქტიურად მოქმედებენ თქვენს საწინააღმდეგოდ, რისთვისაც უნდა იყოთ მზად. ეხლა ერთის მხრივ ეს ის პერიოდი, რომელსაც ქვია რეფორმების დრო, ამიტომ თუ რაღაცა რეფორმა გინდოდათ, ამ მხრივ ეს პერიოდი სულაც არ არის ცუდი, შეიძლება რაღაც სიახლეები შეიტანოთ, ვიმეორებ, ვარცხნილობიდან დაწყებული, დამთავრებული საქმის მეთოდოლოგიით, ყველაფერში შეიძლება შეტანა ცვლილებებისა, ეს იქნება საკმაოდ კარგი და სხვა შორის ინტერნეტთან კონტაქტი ძალიან კარგია, ოღონდ მაინც გასულდით, რომ ფეიკების ალბათობა ინტერნეტთან მიმართებაში მაღალია. და აქ ინფორმაცია გადამოწყვით. რაც უფრო მეტად შეენარჩუნებთ კარგ ურთიერთობებს მეგობრებთან და აქ სიტუაცია ასე ვთქვათ არ დაიძაბება, მით უფრო მეტად მათი მხარდაჭერა იქნება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება თხის ქას ზოდიაქოს ნიშნის დაავადებებს, აღნიშნეთ, რომ ენერგოტონუსი თქვენი მცირდება, ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადი ხდება, ამიტომ შეიძლება ადვილად დაიღალოთ. შრომის უნარიანობა შეიძლება დაიკლოს. და აქედან გამომდინარე, ესე იგი ძალიან გადაიღლებით. მე ვიცი, რომ სწორედ ამ დროს ძალიან ბევრი საქმე უჩნდება ამ ნიშანს, მით უმეტეს, მაგრამ კარიერაში, ბიზნესში, შეიძლება კოლექტიურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში მოგიხდეთ ჩართვა, მაგრამ მოგეცათ საშუალება დაისვენოთ. იმიტომ რომ აქ გადაღლამ შეიძლება დამატებით შეცდომები დაგაშვებინოთ. იმიტომ რომ ორგანიზმს უჭირს აღდგენა და ხარჯული ენერგიისა და ამას მიაქცევთ ყურადღება. სხვა სახის სხვა წინააღმდეგობები შეიძლება ადვილად წარმოიქმნას, მაგალითად კოლეგებთან მიმართებაში, ან ხელმძღვანელებთან კონფლიქტების ალბათობა ურთიერთ გაგების შემცირების ფონზე მატულობს. და აქედან გამომდინარე, მათი ასე ვთქვათ თქვენდამი დამოკიდებულებაც იცვლება, თუმცა ეს შეიძლება არა მარტო მათთან, არამედ დაუშვათ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთანაც მოხდეს ესეთი გარკვეულწილად დაპირისპირება და გაუცხოების ფაქტორის წარმოქმნა. ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ მოგიხდება ზოგიერთი ძველი დაუსრულებელი საქმის ამ პრობლემების გადაწყვეტაც, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ესე იგი თავისი რა არის, რომ მაქსიმალურად კარგი ურთიერთობა შეენარჩუნოთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. რათა ამან მერე ნეგატიური დაღი არ დაასვას თქვენს კარიერულ განვითარებას. რაც შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, საკმაოდ საინტერესო პერიოდი, აღარ შვიდს ნამდვილად ვერ უწოდებთ მას. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი გონებამახვილი, აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია. კი ბატონო, ეს ყველაფერი კარგია, შეიძლება ახალი იდეებიც წარმოიქმნა, ზოგიერთი მათგანი განხორციელდეს, ზოგიერთი ვერა, ახალი პროექტები, კი ბატონო, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ვიმეორებ, ამ სიახლეებსაც გარკვეული სირთულეები ელის. პროფესიონალურ სფეროში შეიძლება მაგათად იგრძნოთ, რომ რაღაცა გაიყინა.
თქვენი პროფესიონალური წინსვლის პერსპექტივა. და აღნიშნოთ ისიც რომ საქმეშიც შეიძლება რაღაც გარკვეულმა გაუგებრობებმა ეჩინონ თავი, აი რაღაცა ქაოსი შეიძლება წარმოიქმნას. ამიტომ მიღწევა წარმატებების მეტად სათუო ხდება. ამავდროულად მოდით აღნიშნოთ რომ აი მგზავრობა მოგზაურობის კუთხით ეს პერიოდი გასულებით უკეთესი. ამიტომ თუ ახლა გაქვთ ურთიერთობები უცხოელებთან, ერთობლივი შეიძლება პარტნიორული თანამშრომლობა გაქვთ დაუშვათ, სწავლა მივლინება უცხოეთში, ამ ხრივ იქნება კარგი, მაგრამ ამავდროულად უცხოეთიც ითხოვს ყურადღებას რა კუთხით. ისეთი რამ შეიძლება მოხდეს, რაზეც ჩვენ მზად არ ახავთ. მაგალითად, ბარგი შეიძლება უცებ დაეკარგოს. ან უცებ გადაიდოს ფრენა და ასე შემდეგ. ანუ პატარა ესეთ ნერვებ მომშლელი ფაქტორები პროდადრო იჩენენ თავს. ეს არ არის აუცილებელი, რასაც ჩვენ ყვებით, რომ ყველა მერწყულს გინდა თუ არა ეს პრობლემა უნდა შეექმნას, არა, მაგრამ ალბათობა ამისი მაღალია. ეს გავითვალისწინოთ. და რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნ-დაავადებებს, რთული პერიოდია უკვე თქვენთვის შემდეგი კვირა, იმიტომ რომ ჯერ ერთი ენერგოტონუსია დაბალი, ამიტომ ჯანმრთელობა არ ამდგრადი, ადვილად შეიძლება გაცივდეთ, გადაიღალოთ, რაღაცა ძველმა ქრონიკულმა დაავადებებმა შეიძლება შეგახსენონ თავი. ამასთან ერთად აქ მოდი აღნიშნოთ, რომ შეიძლება აღმოჩნდეთ კრიტიკის და ურთიერთგაგების შემცირების ფონზე კრიტიკის ქარცლში ყოფი ადამიანებისგან. ეს პერიოდი ამიტომ არ არის მაგალითად კარგი რისთვის, მგზავრობა მოგზაურობისთვის, მათ შორის უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის. საერთოდ აქ გახსოვდეთ, რომ მაგალითად პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას რასთან, როგორც უცხოეთში, ასევე სამშობლოში, თანაბრად. არასწორად გაფორმებულ საბუთებთან მაგალითად, ან ხელშეკრულება შეიძლება იყოს. ან შეიძლება საბუთი დაგეკარგოთ, რაც გამოიწვევს რასკველა დამატებით სირთულეებს და პრობლემებს და ნერვების მოშლას, რაც თავარია, ხო? თუმცა, აი რაც მეტად თქვენ გადაიტანთ თქვენს ძალისხმევას, ენერგიას შემოქმედებაზე, შვილებთან ურთიერთობებზე, პედაგოგიურ მოღვაწეობაზე, ან სპორტზე, ვარჯიშები, სპორტული ღონისძიებები, აი ეს უფრო ადვილად გადაგატანებთ ამ პერიოდს და აქვე აღნიშნოთ, რომ ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილე ახალ ინტიმურ კონტაქტებთან მიმართებაში, აქ შეიძლება გაიცნოთ ესეთი ახალი ინტიმური პარტნიორი, რომელიც ჯერ მოგხიბლავ და მერე ჯვარს გაცნობთ. და საერთოდ ამ პერიოდში ვენერული დაავადებების წარმოქმნის ალბათობაც მაღალი იყო და ამ ხრივაც იღავით ცოტა ყურადღებით. ენას კბილი დააჭირეთ, საკუთარი საიდუმლო დაიცავით. ნუ ილაპარაკებთ წინ და წინ, რას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ და შეგო. რათა ეს ყველაფერი მერე უკუღმა არ წავიდეს. აი ამ ტენდენციებს მიაქცევთ ყურადღება. ეს ძირითადი ფაქტორებია, რომელიც ითხოვენ ყურადღებას ამ კვირის განმავლობაში ზოდიაქოს ნიშნებისგან და ეხლა უკვე ცალკეული დღეების პერსპექტივები დავიწყოთ ხვალინდელი დღით, ხვალ ჩვენ გვაქვს ორშაბათი, ანუ 6 ოქტომბერი და იგი პირველში გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ენერგიები ხვალინდელი დღის საუკუნეან მეტ პრობლემებს ადვენს გულსიძარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც დაისხრივ, შეიძლება გახდეს მიზეზი თავის ტკივილების, ოგუნებობისა, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებების. ამ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ? რას ყველა პერიოდში აკონტროლეთ წნევის მდგომარეობა და თუ აუცილებლობა იქნა, გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა და ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ამ შემთხვევაში, რითიც თქვენ შეგიძლიათ გვერდია უვაროთ აი ამ ნეგატიურ ტენდენციებს. ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ სწორედ ხვალიდან უკვე 29 ოქტომბრამდე გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური გადაინაცვლებს მორიელის ზოდიაქოში. დამზე გავლენის შედეგად შეუერთდება იქ უკვე მარსი ელოდება მას და ეგრეთ წოდებული ლილითის შემთვარე და ახლა კიდევ დაემატება ხვალიდან პლანეტა მერკური, ამიტომ ზეგავლენა მორიელის ენერგიების ეკნება ძალიან დიდი და ამ ზეგავლენის შედეგად იგი მეტად განავითარებს ადამიანებში მორიელის როგორც კარგ, ასევე ცუდ თვისებებს. ანუ ჩვენი თითოეული ჩვენგანის გონება აღივსება უფრო მეტად ამ მორიელის დადებითი და უარყოფითი ენერგიებით. დადებითი რა აქვს მორიელს და რას შეიძლება ჩვენ აქ დავეღრნოთ 29 ოქტომბრამდე. მაგალითად, გამძაფრდება ინტუიცია. მოიმატებს ორგანიზებულობა, გონების დისციპლინა, გონებრივი ნებისყოფა, შეუპოვრობა, აშკარად წინა პლანზე წამოიწევს, პრაგმატული გახდება აზროვნება, მოიმატებს გონებრივი შრომისუნარიანობა, ინფორმაციის გასაიდუმლოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მებრძოლი უშიშარი ხასიათი, ასევე ლიდერულ ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა, რაც უდაოდ კარგია და ეს თვისებები მაქსიმალურად განავითარეთ თქვენში, მაგრამ ამავდროულად რა ხარ რა უარყოფითი ენერგიები მოდის მორიელისა, რის მიმართ კონტროლია საჭირო, რომ ეს არ გახდეს კონფლიქტების საბაბი, ეს არის რა სარკასტული გამოთქმების მატება, ზედმეტი პირდაპირობა, სიჯულდე, უკონტროლო ეჭვიანობა, წყენა, სამაგიეროსადმი გადახდის მიდრეკილება, ეს რას უყურია მხოლოდ დაძაბულ
სარწმუნოს ურთიერთობებს შექმნის უსიამოვნებებს და ცხოვრების დრამატიზირების ტენდენცია. ანუ თუ რაღაცა არ გამოგივიდათ, ნუ ადრამატიზირებთ ცხოვრებას და ნუ ეთქვით საუთარ თავს რა უბედური ვარ. პირიქით ოპტიმიზმი წინა პლანზე, რომ ეს ნეგატიური ტენდენციები არ გახდეს ხელი შემშელი ფაქტორები თქვენი წესვლისა. ხვალინდელ დღეს ასევე ასე ვთქვათ დაუბრუნდეთ, აქ ნუაყვებით პროვოკაციებს, მოერდეთ სულსწრაფ გადაზღუდვებებს და გაითვალისწინებთ მშობელთა რჩევები. ზოგიერთი გეგმა შესაძლებელია სულ სხვა გზით განახორციელოთ და სწრაფად სხვათა შორის მყისიარ გამოსავალსაც იპოვით. რაც შეეხება ჯანმრთელობას სუსტდება ხვალ თავის ზონას ძარღვები, ცხვირი, გზნობათა ორგანოები. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოების მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველას კარგია ხვანდელი დღე ვერძის და ტყუპების ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება უკვე 7 რიცხვს, 7 ოქტომბერი ეს არის სამშაბათი დღე. პირველ რიგში სავსე მთვარეობა გვაქვს 7 ოქტომბერს, ასე იგი ისევ გეომაგნიტური დღეა, რთული. სავსე მთვარეობა ნიშნავს იმას, რომ აქ აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ ემოცია და აგრესია, რომ ეს ტრადიციულად მატულობს ამ პერიოდში, კამათმისადმი მიდრეკილება მოიმატებს. აი ამისგან უნდა ვიყოთ დაზღვეული. ეს სხვათა შორის აქტუალურია 6-იც, ან ორშაბათიც, ითხოვს ყურადღებას, განსაკუთრებით მეორე ნახევარი დღისა და 7 რიცხვიც. სავსე მთვარეობის დროს, ანუ 7-ში ხდება მზის და მთვარის ენერგიათა დაპირისპირება ვერძის სასწორი ზოდიაკალურ ღერძზე. ეს მოვლენა კი მეტად განავითარებს კონფლიქტებს, დეპრესიას, ტრავმულ-ავარიულ ტენდენციებს, აი მანქანის, ჯირითის, დიდ სურვილ ზოგიერთში, ჯანმრთელობის გაუარესებას, სხვა სტუნებებს, შეცდომებს გამოიწვევს და სხვა ნეგატიურ გამოვლინებებს. ამიტომ მნიშვნელოვან ახალ საქმეებს აქ უნდა დავიწყებთ. დღე ეცადეთ 7-ად გაიაროთ. ეს არის უმთავრესი. რაც შეეხება ჯანმრთელობას, აქ სუსტდება თავისი ძარღვანი სისტემა, ცხვირი, გზნობათა ორგანოები. ყველას კარგია ეს დღე ლომისთვის, სასწორისთვის, შულდოსნისთვის და მერწყულთათვის. რაც შეეხება უკვე 8 ოქტომბერს, ეს არის ოთხშაბათი დღე, აქ ჩვენ გვაქვს ასევე გეომაგნიტური დღე, ანუ 3 გეომაგნიტური, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი გაითვალისწინეთ და ამიტომ თუ რაღაც დისკომფორტი იგრძენი, დაუშვათ იგწნევა და სხვა სახის პრობლემები შეიძლება იყოს, ამიტომ წნევა გაიზომეთ და თუ აუცილებლობა გამოგენეთ სამლევის ესაბამისი პროფილაქტიკა ან ყავის მეშვეობით აწიათ დაუშვათ თუ დაბალია წნევა. ამიტომ აიყვანეთ ორგანიზმი წესრიგში. რაც შეეხება მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს, რომელიც ჩვენ აქ გვაქვს, თუმცა ჩვენ სამშაბათზეც დაგვაიწყდა გვეთქა და ეხლა მოდით გამოვასწოროთ. სამშაბათსაც 7-ში ჩვენ გვაქვს მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი, ხდება ეს ღამის საათებში 22 საათი 25 წუთიდან ღამის პირველ საათამდე, ხოლო 4 შაბათს უკვე 8-ში დილის ესეც უბრალოდ ღამიდან დილამდე, ну ღამეა რეალურად ღამის პირველი საათიდან დილის 9 საათამდე 15 წუთამდე. ესე იგი ამ დროს რა ხდება? ზედმეტად დუნდება ყურადღება ადამიანებში, შეიძლება გახდეს მიზეზი ამ პერიოდში არასასვლელი ტრამვებისა და ავარიებისა, რაც ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას ამ დროს ქვეითად მოსიარულეებისა და ძღოლებისაგან. და 8-ში 4 შაბათს აკონტროლეთ განსაკუთრებით გრძნობები. ნუ რაფერს ნუ დაგეგმავთ, თავისუფალი გრაფიკით იცხოვრეთ, მეტი მოძრავეთ. კარგი აქვს მაგალითად დალაგება, დასუფთავება, არაფრის მომცემი ნივთებისგან განთავისუფლება მათ შორის. ახალ პარტნიორ ურთიერთობებს კი 4 შაბათს მოერდეთ. და აუნიშნოთ ისიც, რომ აქ უპირატესობა ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი. ოპერაციების ჩატარება მათ მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. და ასევე მოვერიდოთ აქ ამ პერიოდში კისრის მკვეთრ მოძრაობებს. დადებითია ეს დღე. ქალწულის თხისქას თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება უკვე 9 რიცხვს, ხუთშაბათი დღეა, 9 ოქტომბერი, კარგი დღეა კრეატიული სამსახიობო ნიჭით დაჯილდოებული ადამიანებისათვის. პარტნიორ ურთიერთობებში შესაძლებელი იქნება სადავო საკითხების მოგვარება, ეფექტურია აქ მაგალითად სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება. კარგი დღეა კულინარიისთვის. ამავდროულად აქ მოვერიდოთ განკითხვას, გაკიცხვას, სარისკო მოქმედებებს, სულსწრაფ გადაწყვეტილებებს და ორპირ კარს. ასევე მოდით აღვნიშნოთ, რომ ეს ის დღეა, რომლის შენობისას უნდა ვაკონტროლოთ საფულე. და ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება გაწყელი ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავის ზონა, ოპერაციების ჩატარება მათ მიმართებაში. ხუთშაბათს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველას კარგია ეს დღე კუროს, კერჩხების და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება პარასკევს, ეს უკვე 10 ოქტომბერია, აქ ჩვენ დღე გვაქვს გეომაგნიტური
და საერთოდ გეომაგნიტური 5 დღე გვაქვს შემდეგ კვირაში, ამიტომაც ეს უკვე თვითონ ეს ფაქტიც მოწმობს თუ რაოდენ რთულია. ზოგადად მთლიანობაში ეს კვირა 5 დღე იშვიათია მაინც და მივაქციოთ ყურადღება ასევე მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს. ესე იგი ღამის 4 საათზე 32 წუთზე დაიწყებს იგი ამოქმედებას და უკვე დღის 11 საათამდე 14 წუთამდე გასტანს. ამ დროს ზედმეტად უნდება ყურადღება ადამიანებში, შეიძლება გახდეს მიზეზი ამ პერიოდში არასასვლელი ტრავმებისა და ავარიებისა, რადგან დღე გეომაგნიტურია, ესე იგი წნევის კონტროლი აუცილებელია, რომ რაიმე სახის დისკომფორტულმა მომენტებმა არ ეჩინონ თავი. და პარასკევს ფინანსურმა სირთულეებმა შესაძლებელია ცოტა გააცივოს ურთიერთობა ადამიანებს შორის და პარტნიორებს შორის, მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას და გარეგნობის მოწესრიგებას. კარგი აქვს მასაჟი, კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება, დიეტის დაწყება და უნიშნოთ ისიც, რომ არ ვარ გასამგეროთ პარასკევს ხავხრავა ადგილებში ყოფნა. აქ მაღალია მოტყუების, ცილისწამების, ჭორების, ინტრიგების და სხვათა მახეშოი, ასე ვთქვათ, გახვევის საფრთხე. ამ მხრივ ყურადღებით გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია. გაძნელებულია ცოტა სუნთქვა. ამიტომ მოერიდეთ უჰაერო სივრცეებში ყოფნას და ასევე თამბაქოს. ინფორმაციითაც ზედმეტად გონებას ნუ გადაღლით, თორე ეს მერე პრობლემებს შეუქმნის სხვათა შორის ძილის სიმშვიდეს. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში პარასკევს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ეს დღე ვერძის და ტყუპების ზოდიაქოს ნიშანთათვის, რთული ნეგატიურია იგი ქალწულის, თხისქას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის, რომელსაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობის და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენებისთვის დღე საშუალოა წარმატების კუთხით. რაც შეეხება 11 რიცხვს, 11 უკვე შაბათი დღეა, 11 ოქტომბერი, ესეც გეომაგნიტურია, ამიტომ თქვი რომ 5 დღე გვაქვს გეომაგნიტური და აქაც ცოტა მეტი ყურადღება, ესე იგი წნევას თუ დისკომფორტი შეექმნათ, რაღაცა იგრძენით, ან თავის ტკივილი ან უგონებობა და შესაბამისი პროფილაქტიკა წამლებით ან ყავით. რათა მოიყვანოთ ნორმაში თქვენი წნევის მდგომარეობა. ეს არის ერთგვარი შაბათი კარმული გამოცდის დღე. მოვერიდოთ აქაც უჰაერო სივრცეებს, აქაც ცოტა გაძნელებული იქნება სუნთქვა და თამბაქოსგან ცოტა შორს და ეს ის პერიოდი, რომ მსვლელობისას მაგალითად და შევამციროთ სითხის მიღება ცოტა. საგვიბრაციონში შეიტანეთ თევზეული მოთშულ ბოსტნეულთან ერთად, ძალიან აწევს იმუნიტეტს ორგანიზმისა და აღნიშნოთ, რომ აქ ეს ის პერიოდია, როდესაც მაგალითად უნდა გადამოწდეს აუცილებლად ინფორმაცია. იმიტომ რომ ფეიკების ალბათობა მაღალია, საიდუმლო არ გათქვათ. ჯანმრთელობის კუთხით სუსტება, მაგალითად ფილტვების ზონა, ბრონქები, ხელები და მხრები. ცხადი ოპერაციების ჩატარება მათთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა შაბათს არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია შაბათი დღე ლომის, სასწორის, შილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის. და რაც შეეხება უკვე 12 რიცხვს, 12 ოქტომბერი, ეს არის კვირა დღე, აქაც ჩვენ გვაქვს მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი, დილის 6 საათიდან 57 წუთიდან დილის 10 საათამდე 39 წუთამდე გასტანს იგი. ამ დროს ისევ ზედმეტად დუნდება ყურადღება, რაც ითხოვს ღოლებისა და ქვეითად მოსაურულეებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას, რათა ისევ ტრამლაურული ტენდენციების წინაშე არ აღმოჩნდეთ ამის შედეგად. ეხლა ამასთან ერთად შემდეგ კვირას მეტი ყურადღება დაუთმეთ მიღებულ ინფორმაციას. ერთი შეხედვით უმნიშვნელო ინფორმაცია შეიძლება აღმოჩნდეს შემდგომ მეტად მნიშვნელოვანი. ნუ შეზღუდავთ თავს ახალი შტაბ-ბიჭდილებების მიღებაში. და შედარებით მშვიდი იქნება შემდეგი კვირა თევზების, მორიელის და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დავადებულთათვის, ხოლო კირჩხიბებს და სასწორებს ესაჭიროებათ 7 და ხარისხიანი ძილი. მაშინ გაცილებით უკეთ იგრძნობენ ისინი თავს. და აქ კარგია შეთავაზებების გაკეთება. ამ დღის მხრივ ეს დღე საკმაოდ კარგია, ძლიერდება საჩუქრის ინტუიცია და შესაძლებელია მოულოდნელი დახმარების მიღება, ეს ტენდენციაც ამ დღეს აქვს. ჯანმრთელობის კუთხით აქ სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაულის ბუშტი. პოზიტიურია შემდეგი კვირა ქალწულის, თხისქას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. აი ეს მოკლე ინფორმაცია ეს შემდეგი კვირის ცალკეული დღეების შესახებ. ეხლა შემდეგი კვირის განმავლობაში ვისაც აქ დაუშვათ სურვილი თმების შეჭრის. მათ საყურადღებოდ მინდა აღნიშნო, რომ 2 დღე გვაქვს. ჩვენ კარგი ამ პროცედურისთვის ეს არის ესე იგი ხვალინდელი დღე 6
ოქტომბერი და ასევე პარასკევი დღე 10 ოქტომბრის დღე. აი ამ დღეს კი ბატონო თმის შეჭრა იქნება უპრიანი. რაც შეეხება მათ ვინც დაკავშირებულია ბიზნესთან და უშუალოდ ფინანსებთან და შემდგო, აი მოდი აღვნიშნოთ რომ პერიოდი რომელიც უკავშირდება 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს, ანუ 6-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით. ეს პერიოდი კარგია ფინანსური საკითხების დაუშვათ გასარკვევად, გადასაწყვეტად და გარიგებებისა და ხელშეკრულებებისათვის. მაგრამ 11-12-ს რა შეეხება, აქ სხვათა შორის ეს დღეები ხელს შეუწყობენ ახალი შემოსავლის წყაროების ძიებას და აი ამას თუ დაუთმოთ მე დროს, ეგნება უკეთესი. მაგრამ თუ რომელიმე პროექტი არ ამართლებს თქვენს ასე ვთქვათ, აი ამ ბოლოდინს, მაშინ აი შაბათ-კვირა შეგეძლიათ მათ დაუსვათ წერტილი. ამ ხრივაც ეს დღეები კარგია. რაც შეეხება მოგზაურობას პირველში მოვიტანოთ რომ 6-დან 9 ოქტომბრის ჩათვლით. აი ეს დღეები ცოტა ავარიულია. ამიტომ საჭესთან იყავით რაც შეიძლება ფრთხილი და ყურადღებიანი. ხოლო 10-დან 12 ოქტომბრის ჩათვლით, აი ეს გაცილებით უკეთესი პერიოდია მოგზაურობის კუთხით და აი აქ მგზავრობა იქნება უფრო მეტად შთამბეჭდავი და სასიაოვნო. სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობებს რაც შეეხება 6-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით, კარგია გზნობების გამოვლენა, კომპლიმენტები რაც შეიძლება მეტი ერთმანეთისადმი, დაუნიშნოთ ისიც რომ შეიძლება აქ რაღაცა ახალი სასიყვარულო კონტაქტის ჩამოყალიბდეს, ძველი ურთიერთობა უფრო მაღალ დონეზე ამაღლდეს და ასე შემდგომ, მაგრამ 11-12 ოქტომბერი თუ გაქვთ დიდი ხანი განზრახული, მაგრამ რაღაცა გიშლით ხელს რომ ურთიერთობა გაწყვიტოთ, აი ამისთვის არის ყველაზე კარგი. ეს ურთიერთობები, რომელიც უკვე რეალურად არაფრის მომტანი არ არის და რეალურად მკვდარია, თქვათ ასე, ხო? აი ესენი უნდა გაწყვიტოს 11-ში ან 12-ში. ამ ხრივ ეს დღეები კარგია. კურნალობის დასაწყებად, ვისაც აქვს დაუშვათ ჩაფიქრებული სწორედ კურნალობის დაწყება. მათ საყურადღებოდ აღნიშნავთ, რომ ყველაზე კარგია 9 ოქტომბრის დღე. არ ვარგა 6 და 10 ოქტომბერი. დანარჩენი დღეები ნეიტრალური, ამიტომ თუ 9-ში ვერ ასწრებთ, შეგეძლიათ სხვა ნეიტრალური დღეები არჩიოთ. ოღონდ არ იყოს ეს უარყოფითი დღეები 6 და 10. რაც შეეხება სამსახურის შეცვლას, ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 7, 9, 12 ოქტომბრის დღეების გამოყენება და არ ვარგა 10 ოქტომბერი. ამ ხრივ. დარჩენი დღეები ნეიტრალურია. ხელშეკრულებების დასადებად კარგია 8, 9 რიცხვები ოქტომბრისა და არ ვარგა 6, 10, 11 ოქტომბრის დღეები. რაც შეეხება ქორწინებას 8 და 12, ეს ორი რიცხვი ოქტომბრისა კარგია, 6, 10, 11 არ ვარგა. ბინის ყიდვა გაყიდვისთვის ახალ ბინაში გადასვლისთვის ყველაზე კარგია 9 ოქტომბრის დღე და არ ვარგა 6, 7, 10 ოქტომბრის დღეები და ეს რიცხვებიც. მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისთვის ყველაზე კარგია 7 და 11, ასევე 12 ოქტომბრის დღეც და არ ვარგა ამ ხრივ 6 და 10 ოქტომბერი. მსხვილი საყიდლებისთვის ყველაზე კარგია 8 და 10 ოქტომბრის დღეები, არ ვარგა 6, 7, 12 ოქტომბრის დღეები და სასამართლო პროცესების დასაწყებად ყველაზე კარგია 7, 8 ოქტომბრის დღეები და არ ვარგა 6 და 10 ოქტომბრის დღეები. ეს რაც შეეხებოდა, ასე ვთქვათ, ამ პროგნოზს, საქმე ამ პროგნოზს, რაც შეეხება ახლა საფინანსო ჩვენ რიტუალებს, მოგეხსენებათ, რომ ეს რიტუალები გვამსტობენ, რომ გარკვეული მოქმედებებით ამა თუ იმ დღეს შესაძლებელი იქნება ფინანსური ენერგიის, ანუ ფინანსური ეგრეგორის მოზიდვა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. თუ მაშინვე არა, შემდგომში წამოვა ეს ენერგია თქვენდამე. ამ პირიქით არასწორი მოქმედება ფინანსურ განზიდვას გამოიწვევს. და აი რა მოქმედებები და რომელ პერიოდში ქმნიან ამ ტენდენციებს, აი სწორედ ამაზეა ხა საუბარი. აი მაგალითად თვალინდელი დღე 6 ოქტომბერი. აი აქ კარგია ფულის ვალში აღება ან გაცემა, კრედიტის გაფორმება, კაპიტალ დაბანდება, კი ბატონო, ამ ხრივ კარგია. მაგრამ რა აღნიშნოთ, ხო, დღევანდელ დღესაც მინდა შევეხო, აი დღეს მაგალითად საკუთარ ფულს ნუ გადაითვლით. აი ეს მე წაიღებს თქვენს ფულს. ესეც გაითვალისწინეთ. რაც შეეხება 7 ოქტომბერს სამშაბათს, კარგია ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება, მაგრამ არ ვარგა კაპიტალ დაბანდება და ვალის დაბრუნება. 8 ოქტომბერს 4 შაბათს კარგი, აი აქ არის კარგი საკუთარი ფულის გადათვლა, ინვესტიციების გაკეთება, მაგრამ აქ არ ვარგა ვალის გასტუმრება. 9 ოქტომბერს აქაც ინვესტიციების დღე კარგია, მაგრამ ძვირფასეულობას ლომბარდში 9-ში ნუ ჩადებთ. 10 ოქტომბერი კარგია საფულის შეძენა.
თუ კარგად მოფიქრებულია კაპიტალდაბანდებაც 11 ოქტომბერს კარგია საველირო ნივთების შეზენა, მაგრამ არ ვარ გასაკუთარი ფულის გადათვლა, ფულის ვალში გაცემა, აღება და კრედიტის გაფორმება. 12 ოქტომბერს ნებისმიერი ქველმოქმედება იქნება ფინანსური ეგრეგორის გამაძლიერებელი ფაქტორი, მაგრამ არ ვარგა 12-ში საკუთარი ფულის გადათვლა, ფულის ვალში გაცემა ან აღება. აი ამას მივაქციოთ ასევე ურადღება ამ პერიოდში. რაც შეეხება ახლა უკვე ანგელოზის საათს, იცით თქვენ ეს ის დროა, რომლის ველობისას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომელსაც მე ახლა ჩამოგითვლით, თქვენ შეგეძლიათ მიმართოთ თქვენს მფარველ ანგელოზს, თხოვნით რა გინდათ რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. თხოვნა თუ არ არის ადეკვატური იმისა, რასაც იმსახურებ, თქვენ ამ თხოვნას ვერ შეგისრულებენ. მაღალი ძალები, მოდი ასე ვთქვა, თუ ადეკვატურია იმისა, რასაც იმსახურებთ, მაშინ კი ეს ყველაფერი რეალიზაციაში მოვა და მე სხვაშორის ვიცნობ ეს ადამიანებს, რომლებიც აი ესეთი თხოვნის შედეგად პრობლემაც რაღაც საინტერესო ცვლილებები შეიტანეს თავის ცხოვრებაში. და სულ არ ელოდნენ ისეთ რაღაცეებიც კი მიიღეს. 6-ში ხვალ ანგელოზის დრო ჩვენ გვაქვს დილის 9 საათიდან 45 წუთიდან დილის 10 საათამდე 38 წუთამდე. აი ამ ხნის განმავლობაში თუ გინდათ ეს იყოს თქვენი ლოცვით დავშოთ დაწყებული და მე უკვე თხოვნით მიმართვა, შეიძლება გრძელდებოდეს 1 წუთი, შეიძლება გრძელდებოდეს 9 საათი, ეს უკვე თქვენზეა. მთავარი აი ამ დროში ჩავეტიოთ. 7 ოქტომბერს სამშაბათს 13 საათიდან 16 წუთიდან 14 საათამდე 12 წუთამდე გრძელდება იგი. 8 ოქტომბერს 4 შაბათს საღამოს 18 საათიდან 20 წუთიდან 19 საათამდე 15 წუთამდე იგი. 9 ოქტომბერს ხუთშაბათს დღის 11 საათიდან 45 წუთიდან დღის 12 საათამდე 38 წუთამდე გრძელდება. 10 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს დილის 8 საათიდან 10 წუთიდან დილის 9 საათამდე 10 წუთამდე. 11 ოქტომბერს შაბათს დილის 7 საათიდან 50 წუთიდან დილის 8 საათამდე 40 წუთამდე და 12 ოქტომბერს კვირას დღის 11 საათიდან 27 წუთიდან დღის 12 საათამდე 17 წუთამდე. ანუ ამ პერიოდში გვაქვს ჩვენ ანგელოზის დრო. და შეგიძლიათ ასევე მიმართოთ მას, ასე ვთქვათ, თქვენი თხოვნით თუ რა გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში. ეხლა მოდით ავნიშნოთ რომ აქ არის ერთი თემა, რომელიც არაერთხელ ამ თემის ირგვლივ არის საუბრები და ძალიან აინტერესებთ ადამიანებს, თუმცა ერთი პერიოდი იყო მე ეს თემა განვიხილე, მაგრამ ახლა ვითვალისწინებთ იმას რომ ზოგიერთს დაავიწყდა, დიდი ხნის წინ იყოს, მოდის კიდე ახალი თაობა, რომელიც ასე ჩვენ გვისმენს, გვიყურებს და მათ ეს ინტერესი აქვს და სხვაშორის ესეთ ინფორმაციას მწერენ, რომ აი აქ თუ არა ნუმეროლოგიას, რაიმე კავშირი ასტროლოგიასთან. მინდა გითხრათ, რომ უპირველესი და უპირატესი. იმიტომ რომ როცა მე დავიწყე ასტროლოგიაში გარკვევა, მაშინ იყო ის რომ პირველი განსწრება ჩემში გამოიწვია აი მრავალფეროვნებამ, რაც ასტროლოგიას აქვს. ნუმეროლოგია ეს ძალიან საინტერესოა, ძალიან ღრმარი და ძალიან მნიშვნელოვანი, ოღონდ ვიწრო, აი როგორც მეტად რო აიღოთ მედიცინა, ხო? უამრავი განხრებია, მაგრამ არის ერთი მედიცინა, სამედიცინო სფერო. ასტროლოგიაც ესეა რა, აი რო ეთქვიან ოკულტური სფეროს მარგალიტი, როგორც მას უწოდებენ, ეზოთერიკის მარგალიტი, რომელიც ბევრ ამას მოიცავს. ასტროლოგიაში შედის ფენშუი, შედის ნუმეროლოგია, შედის ტაროლოგიაც, უამრავი განხრები აქვს მას, მიხვდით და მაგრამ როცა თქვენ მარტო ტაროლოგიით ხარ, ან ნუმეროლოგიით ხარ, ეს ნიშნავს, რომ მაგათ როგორც ექიმა აერჩია დაუშვათ იქ დაუშვათ პლასტიკური ქირურგია, ან პედიატრია და შეგო, ანუ რაღაც ვიტრო სპეციალობა. ასევე არის ნუმეროლოგია, შემადგენელი ნაწილი ეზოთერიკისა, მათ შორის ასტროლოგიის. ანუ პირდაპირ კავშირები გაქვს და მე ძალიან მეკვირშია, როცა გამოდიან ნუმეროლოგები და არც ერთი არ ახსენებს, რა კავშირია გამა თუ იმ რიცხვს პლანეტებთან. საერთოდ არანაირი კავშირი არ ჩანს და ამ დროს პირდაპირ კავშირებია. ამიტომ მე ვეცდები რომ აი ამ თემაზე ხა ნელ-ნელა მოგაწოდოთ ინფორმაცია, ეს ცოტა დრო რჩება, ამიტომ მხოლოდ დავიწყებ ამ ინფორმაციას და შემდეგ გადაცემში უკვე უფრო ღრმად ჩავეფლობით ნუმეროლოგიის სფეროში, რომ წარმოდგენა შეიქმნათ ამის შესახებ. ნუმეროლოგია როგორც დამოუკიდებელი
მეცნიერება საკმაოდ ახალგაზრდა, მისი ფესვები ძველი დროიდან მოდის, რომსა თუ საბერძნეთში, ბაბილონსა თუ ეგვიპტეში, ინდოეთსა თუ ჩინეთში საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობდნენ ციფრებს, მაგრამ იმ დროს არც მეცნიერებები იყო დიდად განვითარებული, არც მეცნიერთა რაოდენობა იყო დიდი. ამიტომაც ერთი მეცნიერი ერთდროულად მათემატიკოსიც იყო და ბუნების მეტყველიც, ექიმიცა და სტრატეგიც, ფილოსოფოსისა და ასტროლოგიც. ნუმეროლოგია ქართულად ნიშნავს მეცნიერებას რიცხვების შესახებ. რიცხვები კი გამოიყენება როგორც ასტრონომიაში, ასევე ტაროლოგიაში, არითმეტიკასა და გეომეტრიაში. იმ დროის მეცნიერი პითაგორა ცნობილია როგორც ფილოსოფიური სკოლის დამაარსებელი და ამავდროულად დიდი მათემატიკოსიც. პლატონიცა და არისტოტელეც ითხოვდნენ თავიანთი მოსწავლეებისგან მათემატიკის ზედმიწევნით ცოდნას. მათემატიკოსები კი მშვენივრად იყვნენ გათვითცნობიერებულნი იმდროინდელ ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. თავისთავად მეცნიერებების ორ ნაწილად, მათემატიკურ და ფილოსოფიურ, რაც ძალზე მჭიდროდ იყო დაკავშირებული მითოლოგიასა და რელიგიასთან, მეცნიერებად ხდება დაყოფა. ძალზე დგავს ეს დისკრეტულისა და გავრცობილის ანალიზისა და სინთეზის ლოგიკურისა და წარმოსახვით აზროვნებებს, ერთმანეთისგან მათ გამიჯნას. ასტროლოგიურად ეს ასოცირდება სატურნიალისა და ურანიულის, ან იუპიტერიანულისა და ნეპტუნიალურის დაპირისპირებას. უნდა გავიხსენოთ, რომ სატურნე სიზუსტის ეტალონია, პლანეტა ურანი კი ირაციონალურის. ამავდროულად ასტროლოგიისა და თანამედროვე ტექნიკური მეცნიერებების ფარველი იუპიტერი სოციალური და მიზანდასახულია, ხოლო ნეპტუნი წარმოსახვითი და აბსტრაქტული მეოცნებია, მაგრამ დროთა განმავლობაში თითოეულ მეცნიერებაში იმრავლა აღმოჩენება და მეცნიერებები იმდენად გაიზარდა, რომ ერთ ადამიანს აღარ შეეძლო ერთნაირად ზედმიწევნით შეესწავლა ყველა დისციპლინა, გაჩნდა ცალკეული პროფესიების აუცილებლობა. სწორედ ამ დროს გამოცალკევდა ნუმეროლოგიაც როგორც დამოუკიდებელი მეცნიერი, მაგრამ ამით მან გარკვეული კავშირი დაკარგა მათემატიკასთანაც და ფილოსოფიასთანაც. შუა საუკუნეების მეცნიერები, როგორც ჰუმანიტარები, ისე ბუნების მეტყველები და ტექნიკოსები ჯერ კიდევ ინტერესდებოდნენ ნუმეროლოგიით, ოღონდ თავიანთი საქმიანობის შემდეგ, თავისუფალ დროს. ამიტომაც ნუმეროლოგიის განვითარება შესუსტდა და შენელდა. იგი ნაწილობრივ დაივიწყეს. ნუმეროლოგიით დაინტერესება გაიზარდა მე-19 საუკუნეში, როდესაც რამდენიმე მეცნიერმა თავის თავს ნუმეროლოგი უწოდა და დაიწყო ციფრთა საიდუმლოებების შესწავლა. გაიხსენეს ძველი, მოდი ასე ვთქვათ, ტენდენციები ნუმეროლოგიასთან დაკავშირებული და მათ შორის მაგალითად ებრაელებში გაძლიერდა ძალიან ნუმეროლოგია, კაბალისტებმა იცოდნენ ეს ყველაფერი, რომ ყველა ასოს გააჩნია მაგალითად თავის შესაბამისი ციფრი. ისინი კრებდნენ სიტყვის რიცხობრივ მნიშვნელობას და თვლიდნენ, რომ შეუძლიათ წმინდა წიგნებში სიტყვების შეცვალონ დაუშვათ ციფრები და პირიქით. და ამგვარად ისინი ცდილობდნენ ეპოვათ წმინდა წიგნებში დაშიფრული ტექსტები, მოეძებნათ ეგვიპტიდან გამოსვლის საშუალებები, ან უბრალოდ ემკითხავათ. კაბალისტიკამ მე-19 საუკუნის ევროპაში საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ნუმეროლოგიამ განვითარება დაიწყო მხოლოდ როგორც ციფრების მეცნიერებამ და არავინ დაინტერესებულა იმ უზარმაზარი თეორიული და ფილოსოფიური ცოდნით, რომელიც დაგროვდა საუკუნეებისა და ათასწლეულების წინ. ამის აუცილებლობა კი გამოიწვია ადამიანის ასტრონომიითა და კოსმონავტიკით, ფიზიკითა და კიბერნეტიკით დაინტერესებამ. დღესაც კი ძნელია იპოვა მათემატიკოსი, რომლის ვიწრო სპეციალობაა რიცხვთა დაუშვათ თეორია. რამე თუ ეს მეცნიერება საკმაოდ რთული და მრავალმსმეწყველი აღმოჩნდა. არადა მას ხომ საფუძვლად უდევს უდიდესი თეორიული ცოდნა, რომელიც ამ ციფრების ენერგეტიკასა და ურთიერთდამოკიდებულებაზე, მათი გამოყენების საშუალებებსა და მათი მეშვეობით სხვა მოვლენების ახსნაზე აგვიხელს თვალს. ადრეულ პერიოდში ფილოსოფოსები ითვალისწინებდნენ ციფრებს და არა მარტო მათ რაოდენობრივ, არამედ სიმბოლურ მნიშვნელობასაც. ასტროლოგიაში ციფრებს ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ციფრება შეუძლია გამოხატონ როგორც ისე მდებარეობა, როგორც მდგომარეობა, ისე ხასიათი. ციფრები ერთგვარი გასაღებებია, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია კოსმოსთან დაკავშირებულ ბევრ კითხვაზე ვუპასუხოთ. და თუ გავიხსენებთ, რომ მაკრო და მიკრო კოსმოსი ერთმანეთის მსგავსია, ბევრად მეტი ცოდნის მიღების საშუალება გვეძლევა. ალბათ ამიტომაც ასტროლოგიური ლიტერატურის მოზღვავებასთან ერთად მთელ მსოფლიოში მომრავლდა წიგნები ნუმეროლოგიაზე. ამ წიგნებში საკმაოდ მარტივადაა განმარტებული ციფრების მნიშვნელობები, თუმცა სინამდვილეში ნუმეროლოგია ბევრად უფრო მრავლის მეტყველი და საფუძვლიან შესწავლას საჭიროებს. პითაგორა ამბობდა, სამყარო აგებულია რიცხვთა ძალაზეო და არ შეიძლება მას არ დაეთანხო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველაფერი სამყაროში ექვემდებარება ენერგოვიბრაციას, ჩვენ ცხოვრობთ ვიბრაციების სამყაროში. ვიბრირებს ენერგეტიკულად ყველა და ყველაფერი, იქნება ეს მატერიალური საგანი თუ ენერგეტიკული უხილავი ველი. ამიტომაც სამყაროში გაჩენილ ნებისმიერ არსებას გააჩნია თავისი ინდივიდუალური ენერგო
სამრევლო ვიბრაცია, რომელიც განსხვავდება ყველა სხვისგან. ისე როგორც მისი პირადი ასტროლოგიური რუკა, ნუმეროლოგია კი მარტივად რო ვთქვათ, ამ ვიბრაციების სხვანაირი ხედვაა, მისი სიმბოლური გამოხატულებაა. და ვიცით რომ ციფრების რაოდენობა განსაზღვრულია 1-დან 9-მდე. ნულს ძველი ნუმეროლოგები არ ითვალისწინებდნენ, რადგან მნიშვნელობები არასოდეს ხდება ნულოვანი. ვიბრაცია მუდმივად დადებით და მარტივ ნატურალურ რიცხვს უკავშირდება. ნულოვანი ვიბრაციის ცნება გაჩნდა მხოლოდ მე-20 საუკუნეში, როდესაც განვითარდა ფიზიკა და შეიქმნა ველთა თეორია. არც ძველად, არც თანამედროვე ნუმეროლოგები არ განიხილავენ არც არამთელ რაციონალურ რიცხვებს, მაგალითად 1, 2, ან 3.5 მეათედი და შემდგომ, რამე თუ ციფრების ამგვარი ურთიერთ დამოკიდებულება ძალზე რთულია და მხოლოდ გარკვეული ცოდნის და გამოცდილების დაგროვების შემდეგ შეიძლება მათი არსის შესწავლა. არ არის საუბარი არც ეგრეთ წოდებულ ირაციონალურ ან უარყოფით ციფრებზეც. რამე თუ მათი ენერგიებთან მისადაგება მხოლოდ რამოდენიმე ათასწლეულის წინ მოხდა. სხვათა შორის, როდესაც პითაგორამ აღმოაჩინა ირაციონალური უარყოფითი ციფრები, თავადაც იმდენად გაუცდა და მოიხიბლა, რომ მან ღმერთებს მადლობის ნიშნად შესწირა 100 ძროხა. ციფრები შეიძლება განვიხილოთ როგორც ზრდა 1-დან ბევრის, ანუ საბოლოო უსასრულობისკენ, ან საწყისიდან ბოლოსაკენ, დაბადებიდან გარდაცვალებამდე. შესაბამისად, ყველა ნატურალური რიცხვები განიხილება როგორც საფეხურები საწყისიდან ჩვენი ცხოვრების უსასრულო მრავალფეროვნებისკენ. ამასთან რაც მეტია ციფრის მნიშვნელობა, მით უფრო კონკრეტული და მიწიერი ხდება მისი მნიშვნელობა. რასთავარია, ყოველი შემდგომი ციფრი წინამორბედისთვის ერთიანის, ანუ საწყისის ღვთიურის დამატებით იზრდება, რაც მის შემდგომ განვითარებას ემსახურება. ფრანგი მწერალი მორის დრიონი ამბობდა, რიცხვები გამოუთქმელი სიტყვებია, ეს შუქია და ტალღა, თუმცა მას ვერავინ ვერ ხედავს. მასში რითმი და მუსიკაა, თუმცა ის ხმამაღლა არავის ესმის. ციფრები უცვლელია, თუმცა მათი ვარიაციები უსაზღვროდ ბევრია. სიცოცხლის ნებისმიერი ფორმა რიცხვების კონკრეტული გამოაშკავრება რავებაო. ასე თქვა მორის დრიონმა. ციფრები გამოხატავენ ვიბრაციათა მთელ ციკლს. მათი მეშვეობით შეგვიძლია გამოხატოთ მთელი ასტროლოგიური სურათი. ნუმეროლოგიის ღრმად შესწავლას აქ არ დავიწყებთ, ამიტომ გავეცდოთ მხოლოდ ციფრთა მნიშვნელობებს, რომლებიც გამოხატავენ ამ თუ იმ პლანეტას და მოვლენას და ადამიანის ვიბრაციის ხასიათსა და თვისებებს განსაზღვრავენ. და ციფრებს თითოეული ჩვენთაგანი ყოველ დღე ეხება და იყენებს. და ამიტომ მათი მნიშვნელობა ძალიან დიდია. ოღონდ აი ამათ მნიშვნელობას და უკვე სხვა ციფრებთან დაკავშირებულ თემებზე ჩვენ ვისაუბრებთ უკვე შემდეგ გადაცემაში, იმიტომ რომ ხა დრო რეალურად ამოგვეწურა ნუმეროლოგიას ეს ჩვენ ვთქვათ საწყისი მხოლოდ ასე ვთქვათ ინფორმაცია მოგაწოდეთ მის ისტორიულ მნიშვნელობაზე და ახლა უფრო ვთქვათ ვრცლად მასზე ვისაუბრებთ შემდეგ გადაცემაში. დღეს რეალურად დრო ამოგვეწურა, ხვალ-დილით 11 საათზე ტელეკომპანია კავკასიის ეთერში კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს, ნუ დაიდება ეს YouTube-ზე და დაიდება Facebook-ზეც ეს გადაცემა, ასევე ხვალ-დილით 9-ს რო დააგდება 15 წუთი ტელეიმედში შევხვდებით ერთმანეთს, შემდგომ 10-20 წუთზე დილით ასევე რადიო იმედში და დილის 10 საათზე უკვე პოსტივის დილის გადაცემაში, ასევე პარასკევს თქვენ იცით დილის 9-15 წუთზე რუსთავიორის დილის გადაცემაში ხვდებით ერთმანეთს და ნუ რაზოგვირველია რადიო ფორტუნა მოგასწრით ყოველ დილით ინფორმაციას იმ დღის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ და გაზეთი ასეულდასწორალი და ჟურნალი თბილისელები ასევე მოგასწრიან ინფორმაციას, იქნებით გაფრთხილებული, შეიარაღებული და იმედია წარმატებული. ამ ინფორმაციით საუკეთ სურვილებით მე დღეს ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.